თამილა, თქვენთან უნდა გადმოვინაცვლოთ ქალი, რომელმაც ბოსფორის სრუტე გადაცურა. უკვე როგორი ჟღერს? ხო, და პირველი შთაბეჭდილება, როცა დაინახეთ. რა იყო ეს? მოდი დაბრუნდით ახლა. ბოსფორის ჟღერს რო რაღაცა სასწაულია. თავიდან მეც ესე მეგონა და ისეთი შიში მქონდა რომ დავინახე. ჯერ მეგონა რომ ძალიან მარტივია ამის გადაცურვას, ამდენ რომ ხედავდი YouTube-ზე როგორ ცურავდნენ და რაღაც და რო დავინახე, აი ყველაფერი ჩამოიშალა, ეს ჩემით დაჯერება რომ მე ამას რა უნდა და გავაკეთებ. აი პირველად არ ვაჟღერებ, მოტრიალება მინდოდა და მეთქი რაღაცას ვიტყვი სახში რომ ან ფეხი გადამიბრუნდა, ან რაღაც და მეთქი არა, ვერ შეწყდა. აი რა იყო ამ დროს შინაგანი ხმა, რამაც გიბიძგათ რომ ეს უნდა გაგეკეთებინა და განახორციელებინა. მოვედი სახში, ნუ სადაც ვიყავი გაჩერებული, მთელი ღამე არ მეძინა, სულ ხან რას ფიქრობდი, ხან იმ ქალებზე რომელმაც ლამანში გადაცურა და აი რა გამოიარა და როგორ იყო ბევრ რამეზე ფიქრობდი მე ბევრზე ფიქრობდი მე გამახსენდა ჩვენი გმირები ანწუხელიძე გამახსენდა რომ ჩვენი გულისთვის რა გადატანილი და თავი არ დაუხარა და მე ხა ბოსფორმა უნდა შემაშინოს თქო და არაფერი ჩვეულებრივად ავდექი ეს ჩაუტარეთ ჩემ თავს ეს ფსიქოლოგიური საუბარი და მეორე დღეს ავდექი ჩვეულებრივად არაფერს არ შემშინებია იმიტომ რომ უამრავი ხალხი იყო იქაც ჩემს გარდა და ჩემზე უფროსებიც იყვნენ ხო და მეთქი ხა ესენი თუ შეძლებენ მე რა უნდა დამაყოლოს და უბრალოდ გამოუცდილობის გამო ძალიან ბევრი დრო დავკარგე იმაში რომ აი მეშინო და არ ვიცოდი 6 კილომეტრი ნახევარი არასოდეს არ მქონდა გადაცურული ვარჯიშიც არ გამიკეთებია ეგეთი ეგ მაგმანძილზე და ნუ ჩვეულებრივად საათი და 22 წუთი დამჭირდა წელს მივდივარ ისევ მაგრამ წელს უკვე საპრიზო ადგილით მინდა ჩამოვიდე და ერთ კვირაში საკუთარი შედეგი აუცილებლად და წელსვე იქვეა კიდე მეორე ჯერ არ ვიტყვი მეორე შეჯიბრია იქვეა ერთ კვირაში აღარ უკვე რო იყვია ხარჯი ნაკნარია გურულები ვიტყვია ბარემ იქაც გადავალ და მინდა რომ ორი კარგი შედეგი მინდა რომ დავდო და იმედი ამ შედეგებს ბოსფორზე რთული და საუკეთესო კიდე ახლა ყველას ბოსფორი მართლა სერიოზული რამ არის მაგრამ ჩემთვის უფრო რთული იყო ნახევარ აირონმენი გავაკეთე ანტალიაში ეს იყო 2 კილომეტრი ცურვა 90 კილომეტრი ველორბოლო და შემდეგ 21 კილომეტრი ნახევარ მარათონის სირვილი ეს იყო ჩემთვის აი რა ვიცი ოცნება და ეხლა კიდე მთლიან სრულს გავაკეთებ ფიცაში. ისე მსუბუქად თითქოს არაფერია და იცი და უნდა ემზადებოდე. ამ ყველაფრის უკან რა მთავარში რომ აჩადებოდი. აი როგორ უნდა ემზადებოდე, იმიტომ რომ ესე ახლა სავარცხლიდან ადგე და გააკეთო, ესე არ გამოვა. ამისთვის დიდი შრომა აჭადებული. ახლა დაბრუნდით მოგზაურობიდან. ეხლა ვიყავი დუბაიში, ჩამოვედი გაოცებული. იქ ისეთი ну მე იქ ტრასები დავხდა და გზები აი უდაბნოში ვიყავით მანამდე შეჯიბრი იყო და წინადღით იყო შეჯიბრი 97 კილომეტრი ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო იმიტომ რომ სულ სხვა როცა ცურავ მე ველო და მე სირბილი მარტო გიწევს მოძრაობა და იქ ამდენი ხალხი რო დავიძარით ერთად თუმცა კი ეტაპობრივად მიდიოდა უფრო ძლიერების და მეოთხე კატეგორიაში ვიყავი მე ანუ უფრო ძლიერები ელიტა მიდის შემდეგ უფრო საშუალო დონის სპორტსმენები და მე უკვე მეწავედი ჩემს უკვე კიდე ბევრი მოდიოდა და აი ის გასვლის მომენტი როდესაც გადიხარ რომ ვიღაც არ დაგეტაკოს ვიღაც რაღაც აი ძალიან საშიშია რა მაგრამ გადავლახე ეს ყველაფერი გავიარე დავაფინიშე და მე მეორე დღეს წავედით უდაბნოში ცალკე ველორბოლელებისთვის არის ის სავარჯიშო და სანახაობრივად ეგ ცოცხალი ირემი რო გადარბის და აქ კიდე რაღაც ჩიტები და ჩიტების ჭიკჭიკერი ვარ და რაღაცა გეგონება რომ რაღაცა მართლა ტელევიზორში რო გინახია ბუნება ისეთ საოცარი იყო მართლა ცხოვრებაში იყო მადლობა უნდა გითხრათ გოგოებო ძალიან დიდი და არ ვიცი რა მწვერვალები უნდა გისურვოთ არ ვიცი მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ მიზანი თითოეული თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად კიდევ არაერთი იქნება და წარმატებები მინდა გისურვოთ ამ გზაზე